საქართველოს მოსახლეობის ასე ვთქვათ, თავარი სადარდებლების სია ბოლო წლების მანძილზე არ შესრულდა, ბოლო 10 წლის მანძილზე შეიძლება ასე ვთქვათ. პირველ ადგილზე რა თქმა უნდა ეკონომიკური სიდუხჭირე, მუშევრობა, ჯანმრთელობა, ჯანდაცვა და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ ხუთეულში ბოლო წლების მანძილზე ყოველთვის ხდება ტერიტორიული მთლიანობა. იყო დრო, როცა ტერიტორიული მთლიანობა საერთოდ პირველ ადგილზეც კი იყო და პირველი პრობლემა იყო საქართველოს მოსახლეობისათვის. შესაბამისად, რუსული პროპაგანდა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ცდილობენ გარკვეული შიშების და მითების კულტივირებას. მათ შორის პირველი არის ის, რომ თუ საქართველოს გახდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი და უფრო ნატოზეა ხოლმე აქცენტი, ჩვენ ვერასდროს ვერ მოვახერხებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას. ანუ ისინი სვამენ ტოლობის ნიშანს აფხაზეთის დაკარგვასა და ნატოში გაწევრიანებას შორის. განსაკუთრებით ეს რიტორიკა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც საქართველოში გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი სამხედრო საწვრთნელი ბაზა. და ამ მიზნს კულტივირებდნენ სხვადასხვა პრორუსული ძალები, მათ შორის მედია საშუალებები და პოლიტიკური პარტიებიც კი. საქართველოს ისტორია ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ბოლო 25 წლის მანძილზე მაინც არ ყოლია რუსეთზე უფრო დიდი მტერი, უბრალოდ რუსეთი იყო ერთადერთი მტერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა ბოლო 25 წლის მანძილზე. მაშინ როდესაც დღეს რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, აგრძელებს ოკუპაციას, აგრძელებს ქართული მოსახლეობის ეთნიკურ შევიწროებას, ქართული ენის დევნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მთელ მსოფლიოში ცდილობს იმ სახელმწიფოების პოვნას, რომლებიც აღიარებენ ამ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ამ დროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან საქართველოს გვერდით იმაში, რომ ისინი არ აღიარებენ პირველ რიგში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ ქვეყნებად და ამას გარდა იბრძვიან იმისთვის საკუთარი პარტნიორების დახმარებით მთელ მსოფლიოში, რომ ასეთ რაღაცა სხვაგანაც არ მოხდეს. საერთოდ რომ მიუყვეთ ბოლო 25 წელს, კარგად თუ დავითვლით მარტივად რუსეთთან ბრძოლას შეეწირა ბოლო 25 წლის მანძილზე 11,000-მდე საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე. თავის დროზე რუსეთმა დაარღვია ყველა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან დადო ამ პერიოდის განმავლობაში. საქართველოს ყველა პრეზიდენტმა სცადა, რომ მასთან რაღაცა მშვიდობიან მომრიგებლური ურთიერთობა ჰქონოდა, თუმცა არც ერთ პრეზიდენტს და არც ერთ ლიდერს, არც ერთ პოლიტიკოსს ეს არ გამოსულია. მიზეზები მარტივია, რუსეთს აქ არ ჭირდება რაღაც ძლიერი და ერთიანი საქართველოს, ჭირდება აქ შედარებით დაშლილი, დაქუცმაცებული ქვეყანა, რომელიც ადვილი სამართავი იქნება და მისთვის ხელის შეშლა გაცილებით მარტივი იქნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით 2008 წლის ომამდე ეს მნიშვნელოვანი დღე არის და ნიშნულია, იმიტომ რომ 2008 წლის ომამდე რუსეთი ცდილობდა, რომ მშვიდობიანი მომრიგებლის მანდატი ქონოდა, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა იგივე პასპორტიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა 90-იან წლებიდან ომის დამთავრების შემდეგ რუსეთმა არ მისცა არც საქართველოს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს იმის საშუალება, რომ რაღაც ნეიტრალური სტატუსი შეეთავაზებინათ აფხაზეთში და ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. პირდაპირ დაიწყო აქტიურად რუსული პასპორტების დარიგება. დაახლოებით 30,000-მდე პასპორტი დარიგდა და ეს საბოლოოდ მე როგორც გამოჩნდა, ეს იყო ერთ-ერთი საბაბი გაიჩინა რუსეთმა, რომ აქ ჯარები შემოიყვანა მე საბოლოოდ. განათლების მიმართულებით გატარებული ეგრეთ წოდებული რეფორმები. რუსეთი ყველანაირად შეუწყო ხელი იმას, რომ თუნდაც გალში მცხოვრები ქართველებისათვის შეუძლებელი გამხდარიყო ქართულ ენაზე სწავლა. რუსეთი დღემდე დოტაციაზე ყავს როგორც აფხაზეთის, როგორც ოხუმის, ისე ცხინვალის მარიონეტი რეჟიმები და ყოველწლიურად მილიარდობით რუბლს ხარჯავს მათ შენარჩუნებაში. დასამალე არც ხოლო ომის დამთავრების შემდეგ, ან 90-იან წლების შემდეგ რუსეთი პირდაპირ ერეოდა მარიონეტი ლიდერების შერჩევის საკითხში. მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ეს დისკუსია მნიშვნელოვნად შემოტრიალდა, რუსეთმა დაკარგა მომრიგებლის როლი და მან დაიწყო ღია და აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოს დაკარგოს ეს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მსოფლიოში დღეს არის სულ 3 სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყნებს აღიარებს, ამ ტერიტორიებს აღიარებს დამოუკიდებელ ქვეყნებად და თითოეული მათგანი ღიად იყიდა რუსეთმა იქ დახმარების სახელი დაერქვა, თუნდაც ნიკარაგუასთვის ან ტუვალუსთვის, რომელიც შემდეგ დაკარგა ნაურუსთვის მიცემულ ფულს, თუმცა ეს ყველაფერი იყო სწორედ ამის საფასური. ეს არის ქვეყნები, ხა ეს აუცილებლად ნაურუ მაგალითად არის ქვეყანა, რომელიც მსგავს რაღაცა კუნძულოვანი სახელმწიფო, ძალიან პატარა, რომელიც მსგავს თემებით ვაჭრობს, იგივე ჩინეთისგან აიღო 130 მილიონი, პირველი ეს დიდი ტრანში იყო, ტაივანის აღიარება წაიღო უკან. აქ პირიქით მოხდა, აქ აღიარების სანაცვლოდ აიღო ფული. თუმცა რუსეთი რა თქმა უნდა კმაყოფილი არ არის ამ აღიარების ხარისხით და რაოდენობით, იმიტომ რომ სულ ამბობს, რომ ეს არის ამერიკული იმპერიალიზმი, რომელიც აჩერებს თურმე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მსურველებს. თუმცა აი აქ კარგად ჩანს ტენდენცია
ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთი, ნატო, ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოს დაეხმაროს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში ბოლო 20 წლის მანძილზე და რუსეთი ბოლო 20 წლის მანძილზე აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოს დაკარგოს ტერიტორიული მთლიანობა და დაიშალოს და იყოს დეზორგანიზებული დაქსაქსული სახელმწიფო. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი საფრთხე არის რუსეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და პირიქით ნატოში გაწევრიანება ამ ქოლგის ქვეშ საქართველოს მოქცევა პირიქით იქნება დასაბამი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო მსოფლიოში, რომელსაც შესწევს ძალა ნატოს წინააღმდეგობა გაუწიოს.